ესე იგი ეხლა ვთქვათ ეხლა ეს ის შემთხვევა, როცა რეაბილიტაცია ამ პრობლემის დროს არის წამყვანი მეთოდი სამკურნალოდ სხვა მედიცინის დარგებთან შედარებით. ყველა მედიცინის დარგი თავისებურად წამყვანია თავის საქმეში. ეხლა მაგალითად ამ შემთხვევაში რა უპირატესობა აქვს რეაბილიტაციას, სწორ მასაჟს, ვარჯიშს. ხა ჩვენ ქონდა წნევები, მეორე სეანსი ეხლა. უკეთესობა არის წნევების კუთხით. ძილის აპნოე, ეს არის ძილი ღამეს სუნთქვის გაჩერება. ძირითადად მედიცინა თავაზობს აპარატურას, გამოსავალი აპარატურა, რომელიც $1500 ღირს და მთელი ცხოვრება ამ აპარატზე უნდა იყოს შეერთებული. მაგრამ ყოლია პაციენტები, რომელიც 5 წელი ამ აპარატზე იყო. და დაიღალა, იმიტომ ყელს უშრობს, ცხვილს უშრობს, მე ის ცალკე პრობლემებს იწვევს. და მასაჟი და ვარჯიშით მოიხსნა. ქონდა საყლაპავის, აქვს საყლაპავის თიაქარი, პლუს სიმჟავე, იმიტომ სარქველი ვერ ეხურება. ვარჯიში მივეცი, სიმჟავები მოეხსნა. წნევას დაურეგული და აპნოეც უფრო დაურეგული და იმიტომ რომ ღამე უფრო ძინავს, ეს იწვევდა ნერვოზს. ნერვოზიც მოიხსნა უფრო უკეთესად გრძნობს თავს და მშვიდად. ხო, ძალიან კარგი. ესე იგი დავშვიდით შედარებით. პირველი მესეზე მივედი, სოციალური კოდები რაღაცა კაიში დიგისტირები. ხო, იმიტომ რომ რო ვერ გძინავს, აგზნებული ხარ, გაბრაზებული ხარ, წნევა მუდმივად სიმჟავიანობა, ანუ მუდმივი სიმპტომი, რომელიც არ მიდის. თან დადიხარ ექიმებში. თან დავდივარ ექიმებში, თან ვირუსავს წამალებს სვოდა, წამალი არ უშვებს. კი, ეს ის მომენტი, წამალი ვერ უშვებს, აგული ხელი. წამალი დავრიე და მე ბიჭო არანაირი წამალი არ უშვებოდა. რო ექიმთან მედიოდი, ბევრი წლები, მაღალი წლები უშუალოდ წამალს ვიკეთებდი და ერთხელ ვიწექი და წელია და აი, ვერ მიგდები, რავი, არ გამიკეთე, ხა ვერ დამიგდებ, ჩემს მიდი გააკეთე.